მოგესალმებით. თქვენ უყურებთ 49 ეპიზოდს სპორტულ ანალიტიკური პოდკასტისა შედეგს მიღმა და დღეს შემცირებული შემადგენლობით დანაკლისით ხვდებით მორი გადაცემას. ირაკლი არ ყავს, როგორც ხედავთ, მხოლოდ და მხოლოდ მე და რეზი ვარ წარმოდგენილი და რეზი მოგიკითხავ. როგორ ხარ? მე კარგად. თითქოს გადაცემამდე არ გვინახავს ერთმანეთთან პირდაპირ ესე მიკროფონებით შემოვარდით. მეც კარგად. ყოველ შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი ტური გადავაგორეთ. ბოლო ტური ამ წელს. კი ბატონო. და ვაპირებთ რომ რამდენიმე თამაშს დეტალებში, რამდენიმე თამაშს შედარებით ზედაპირულად შევეხოთ და მოდი სანამ დავიწყებთ კონკრეტულად მატჩებზე საუბარს, უპირველეს ყოვლისა მინდა გთხოვოთ რომ დაალაიქოთ ჩვენი ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, სულ რამდენიმე წამის საკითხია და დაალაიქოთ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დაალაიქება ზოგადად გვეხმარება და ეხმარება ალგორითმს იმისთვის, რომ ჩვენი ვიდეო რაც შეიძლება გავარდეს და მეტმა ადამიანმა ნახოს. შესაბამისად, აი ეგ 2 წამის საქმეები მოვითაოთ და ვისაუბროთ ალბათ საფეხბურთო ინდუსტრიაში და თემაში ყველაზე მნიშვნელოვან თამაშებზე დავიწყოთ საუბარი. რაც შეეხება ლოკაციას, რომელზეც ვიმყოფებით ვართ სახელოსნო ბარში, ჩვენს მეგობარ ლუის კიდევ ერთხელ მადლობა უნდა უთხრათ იმისთვის, რომ დაგვითმო ეს სივრცე და სხვა შორის ისიც დაგვიწერეთ კომენტარებში ჩვენი ახალი სივრცე როგორ მოგწონთ. და წინა გადაცემაში რეზი შენ თუ გახსოვს, გრიზლი მახსენა ბორდ გეიმები გვექნებაო საფეხბურთო თემატიკისო და გვაქვს მართლაც Maketo Games, Maketo წერტილი Games არის ვებსაიტი იმ ბორდ გეიმებისა, რომელიც საფეხბურთო თემატიკასთან არის და როგორც ვიცი, არა მხოლოდ საფეხბურთო თემატიკის. ერთ-ერთი მათგანი აქაც გვაქვს, მაგრამ აი რეზი გაჩვენებთ. მაგრამ შემდეგ გადაცემისთვის გეგმავთ რომ ვითამაშოთ ბორდ გეიმები, რაღაცებში ჩავიჭყიდეთ. საინტერესო ჩანს. ეს არის მესი, რომელსაც არეკლამებსო? ხო, გრიზლი ესე ამტკიცებს. თუ ვინმეს გინახავთ მესი კონკრეტულად ამ ბორდ გეიმების ვიდეოებში ან რეკლამებში, დაგვიწერეთ კომენტარებში, მართლა გვაინტერესებს. გრიზლი ამტკიცებს, რომ არის უეჭველიოდა. რაც შეეხება პრომოკოდს, რომელიც Maketo Games-მა გითხრა, შედეგს მიღმა იქნება მოკლედ პრომოკოდი და შერჩეულ კატეგორიის ნივთებზე იქნება ფასდაკლება. მოკლედ გირჩევთ, აღწერაში დაგვხვდებათ ლინკი. შეგიძლიათ გადახვიდეთ და თავად დაათვალიეროთ მოკლედ რა პროდუქცია აქვთ. მოვითავეთ ხო სავალდებულო საკითხები რაც გქონდა მოვითავეთ და გადავიდეთ მოდი ჩვენ ქრონოლოგიურად მივყვებით ხოლმე და დავიწყოთ სამშაბათის თამაშებით ცენტრალური მატჩი აქ პრინციპში იყო ინტერი ლივერპული და ამ კრიზისში მყოფმა ლივერპულმა მოახერხა ის რომ სანსიროდან წაიღო 3 ქული კი ბატონო უყურეთ ამას ლივერპული ინტერს უყურე კი ისეთი მნიშვნელოვანი თამაში იყო ლივერპულისთვის იმ კუთხით რომ პირველი ისეთი სერიოზული თამაშია სალაჰის გარეში იზოლაციაში მოქცევით ცალსად მარტო როდებს ხოლმე რაღაც თორებს უკვე რაღაც პარკიდანაც დადო ჯერ სპორტდარბაზიდან მე ეს პარკიდან და რაღაც მარტო დატოვეს იქ ლივერპულში და მთელი გუნდი წავიდა ინტერში და ახალი სქემა ჰქონდათ ამიტომ დატესტი ვერ ვიტყვი ეს ახალი სქემა იყო იმიტომ რომ მანამდეც პირველ ტურში მახსოვს ზუსტად რომ ბორნმუთთან ასე ითამაშეს მაგრამ მაშინ პრესინგის დროს თამაშობდნენ ახლა უბურთოდ თამაშობდნენ აი რომბით. ცენტრში 4 ნახევარმცველი გამოიყვანა ერთ ბაშად, რომ ალბათ ინტერი რაღაც მაქსიმალურად კაის გადატვირთვები შეეზღუდა მაქსიმალურად ცენტრში, თან ორივე ფორვარდი დააყენა. ეხლა ეს სქემა რატოა საინტერესო? სალაჰის ადგილი ამ სქემაში არ არის რეალურად. იმიტომ რომ ის სალაჰი უზრუნველყოფს ამ ფლანგზე სიგანეს, ეს აქ ევალება ფლანგის ფსოლს. თავიდან ჯოგომესი იყო, ჯოგომესინო გასაგები ამას კარგად ვერ აკეთებდა და მე როცა ბრედლი გამოვიდა, უკეთესად დაიწყეს უკვე. უკეთეს დინამიკა იყო უკვე ფლანგებზე და ნუ აქეთ რობერტსონი იყო. ნუ სალაჰის ადგილი რეალურად არის ამ ორ ფორვარდ შორის ერთ-ერთი, მაგრამ ეს არ არის მისი რაღაც პროფილური პოზიცია და ამიტომ შეიძლება ეს არის რაღაც ლივერპულის მომავალი უკვე სალაჰის გარეშე. აქ ნუ ისაკი და ეკიტიკი ორივე თამაშობს. პრობლემა ის არის რომ რეალურად ორივე სუპერს უფრო მარცხნივად მოსვლა მარცხენა ფლანგისკენ და ცოტა არაკომფორტულ ითარებაში უწევთ ხოლმე ყოფნა. რაღაც ისე მონაცვლეობით გადადიოდნენ ხოლმე რა. ჯერ ერთი გადავიდო და ითამაშებდა იქ, მეორე დაბრუნდა, მეორე წავიდო და რაღაც გასართობი რო გაქვს, რაღაც თამაში რო გაქვს და რომ დაათხოვო მეგობარს, აი ეგრე ქონდათ ეს პოზიცია. სხვა მხრივ ესეთი ანუ უბურთოდ ლივერპული კარგი იყო, იმიტომ რომ ნორმალურად შეზღუდა ინტერი, ანუ 0.4x-ში დააგროვა სულ ინტერმა. მგონი მეორე ტაიმში უკვე ნუ შეცვლებმა იმუშავა ვირცი კარგად შემოვიდა. პლუს სლოტმა თვითონ აღნიშნა რომ პირველ ტაიმში ფრთხილად ვაპრესინგებდითო ერთ კაცს უტოვებდითო თავისუფლს და აკანჯიო რამდენჯერმე წამოვიდაო ბურთით.
მეორე ტაიმში უკვე პერსონალურ პრესინგზე იყვნენ გადასულები და ინტერს ძალიან უჭირდა უკვე შეტევების განვითარება და მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო თავარი ამ თამაშში თავარი ხო ეგ თავარი ვთქვათ რა თქმა უნდა მაგრამ მე რა მგონია იცი ინტერი ამ კონკრეტულ თამაშზე იყო კონკრეტული გეგმით გამოსული ანუ ზოგადად როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფორმატი შეიცვალა გვპირდებოდნენ რომ ეს ფორმატი მოგცემს უფრო მეტ ტოპ თამაშს მაგრამ ეხლა რო ჩავხედოთ რეალურად ინტერს პირველი 4 ტური ქონდა გასეირნება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ფაზაში მოუგო წყალწაღებულ აიაქსს შეხვდა ამ კაირატს თუ კაირატს შემდეგ იქამდე შეხვდა სლავია პრაღას და კიდე უფრო მე მგონი მეორე ტურში იყო თუ მესამე ტურში ეს უნიონ რეალ ისა რა ქვია უნიონ სენ-ჟელო ხო ანუ რისი თქმა მინდა მოიგო 4 თამაში ამის შემდეგ ხედავთ პრესაში იწერება რომ აი ინტერის კალენდარი ეხლა გართულდა მაგრამ რეალურად ინტერს აქვს ძალიან კომფორტულად 12 ქულა უეჭველი გარანტირებული აქვს ადგილი შესაბამისად მე შთაბეჭდილება დამრჩა რომ ისევე როგორც ატლეტიკო მადრიდთან წინა ტურში ეხლაც ინტერისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა ის ფაქტი თუ მხოლოდ ქულას დასჯერდებოდა ზუსტად ამით არის რეზი ჩემი აზრით განპირობებული ის ფაქტი რომ XG არ ქონდა ინტერს ანუ ეს არ იყო რაღაცა ცეცხლოვანი ინტერი რომელსაც შევეჩვიეთ და ხშირ შემთხვევაში ვხედავ ყოველ შემთხვევაში ბოლო პერიოდში კი დიდ თამაშებში კი უჭირს ინტერს მაგრამ ანუ ის ცეცხლი ვერ დავინახე მე რა თამაშის მიმდინარეობისას მქონდა ისეთი განცდა რომ არ ჭირდებოდა ინტერს თამაშს მოგება და ლივერპული რადგან ლივერპულს უფრო მეტად ჭირდებოდა პირველ რიგში ფსიქოლოგიურად მოიგებდა და ჩალხანოღლუს ტრავმა მიმოქმედა საკმაოდ სერიოზულად ადრინდელი ტრავმა ზელენსკი გამოვიდა მე და ხშირად ზელენსკი ჩამოდიოდა ხოლმე სიღრმეში აი ასე ჩალხანოღლუ იმას აკეთებდა ნუ ამას შარშანაც ვისაუბრეთ ხო როცა ეს ფორმატი დაიტესტა რომ ჩვენ ხშირად ვიღებთ ტოპ თამაშებს ფურცელზე ოღონდ არა ხარისხით იმიტომ რომ ნუ ყველა გუნდი ასე თუ ისე ტოპ გუნდი მაინც 24-ში ვერ მოხდეს ვიცი ძალიან საშინელება უნდა დაემართოს მე ის მიკურს ვილიარეალი ვერ მოხდა ის რომ როგორ მოიხერხა მაგრამ ახლა რეალურად რო შევხედოთ მე მგონი ნაპოლი ერთადერთი რომელიც აი ბეწვის ხიზე გადის ხო წკიბზეა და თან ჩელსისთან აქვს ერთი თამაში დარჩენილი და ასე შემდეგ მაგრამ ნუ ანუ მე განა ამ ახალ მიმართული ამ იმას ვაკნინებ ასე ვთქვა და არ მომწონს ესეთი განლაგება კი კმაყოფილი ვარ უბრალოდ მე ვფიქრობ რომ ესე არ უნდა იყოს განაწილებული თამაშები რა ანუ ჯერ პირველი 4 მარტივი თამაში და მე სირთულე იქ უკვე ინტერეს კარგავს რა და გუნდ შეუძლია რომ კარგად დაგეგმოს თამაში შესაბამისად მე ვისურვებდი რომ ინტერ ლივერპული მაგალითად ყოფილიყო მეორე ტურში როცა არც ინტერს და არც ლივერპულს არ ეცოდინებოდა წინ რაელის ქულების თვალსაზრისით გულისხმობა ბუნებრივი ოკეი პენალტის ეპიზოდი რო არ ვახსენოთ არც გულშემატკივარი გვაპატიებს და მით უმეტესაც ირაკლის არალიძე არ გვაპატიებს იმიტომ რომ რამდენიმე დღეა ჯუჯღუნებს მსაჯზე ცვაიხი იყო მე მგონი ხო ცვაიხი რაც შეეხება პენალტის ეპიზოდს თუ გინდა დაიწყე და მე ვიტყვი აი ჩემს ან საერთო პენალტია ნუ არის რაღაც მაისურს დაკაჩა მაგრამ ალბათ მოდი თქვათ როცა ჰოლანდზე დაინიშნა პენალტი ამ თამაშის გადავალთ ის გაცილებით უფრო პენალტია ვიდრე ეს კი წინააღმდეგობის ძალა რაღაც თელის სხვა ფაქტორებს თუ გავითვალისწინებთ იქ პენალტი იყო აქ ნუ არ დაინიშნა ალბათ არ დაინგრეოდა უკანა ჩემი აზრით ძალიან კარგად დაინახა მსაჯმა რაც გააკეთა ბასტონი იმიტომ რომ ეგეთ რაღაცებს მსაჯები ხედავენ ყველა კუთხურზე ყველა სტანდარტზე ანუ მაისურის მოკაჩვა რაღაც ლიმიტებზე ბუნებრივი აი ჩაწერამდე რომ საუბრობდით რაღაც ლიმიტამდე დასაშვებია ეს ვიცით უბრალოდ თუ მსაჯს ვიდეო რეფერი ეტყვის რომ მოდი ახლა შენ მონიტორთან დეტალურად და შენელებულ კადრში ნახე ეს მომენტი რა თქმა უნდა ეგ პენალტია იმიტომ რომ მაისური მოკაჩა ვირცმა იგრძნო და სხვა შორის ცოტა არაბუნებრივად წაიქცა რა თეატრალურ გააფორმა ხო გააფორმა და შესაბამისად მე გამიკვირდა განა ის გამიკვირდა რომ პენალტი დანიშნა მსაჯმა მე ის გამიკვირდა რომ ვარმა ჩასწახა რომ მოდი ნახე აი ეს გამიკვირდა რა და იქ უკვე საჯირო გადაწყვეტილებას მიიღებდა ლივერპულის სასარგებლოდ ეგ ნახდად არ იყო გასაკვირი იმიტომ რომ შენელებულ კაცი რა თქმა უნდა ხარ აკრძალულია იდეაში ხო მაისურზე ჩამოკიდებო თუ ისა აკრძალულია ბუნებრივია მაგრამ მეორეს რომ ინტერეს გულშემატკივრებს საწუწუნო აქვთ ვანდაიკის მომენტზე თითქოს აქეთ კარშიც უნდა დანიშნულიყო მაშინ პენალტი ნუ მაშინ რა ეს პრინციპში არ ანეიტრალებს უბრალოდ ეგ თემა არა ანუ კარში მიმავალი ბურთი ხვდება ხელზე ვანდაიქს მსაჯი არდებს პენალს და ვარცაც დიდი ის არ აქვს რეაქცია ამაზე და პარალელურად ხდება ის რომ თან თამაშის მიწურულს რა თითქმის შეთანხმებულები იყვნენ რაღაცა ქულების გაყოფაზე თითქოს და ისე სობოსლაიმ რა მორიდებულად აღნიშნა ეთქვა ნაკრებიდან გამოყოლილი ისა აქვს ტრამვები ხო ნუ
თავარია, ანუ ლივერპულის სახე მე მგონი თავარია რომ არ დაიწყოს ახლა ის ფიქრი რომ აი კრიზისი უკვე გადალახულია და არ მგონია ხო. ყველაფერი კარგად არის და ასე შემდეგ, ანუ რაღაც ეს ყველაფერი გაირკვევა ალბათ რამდენიმე კვირის დიაპაზონში, როცა სხვა შედეგები თუ მოყვა ამ გამარჯვებას. სხვა მხრივ კი ლივერპულისთვის მნიშვნელოვანი იყო უფრო ამ თამაშის მოგება და პირველ რიგში ფსიქოლოგიურად. კარგია რომ მოიგეს. და აი სალაჰზეც რო ვთქვა, ჯერ ერთი საუდის არაბეთის ლიგის CEO-მ დაადასტურა, რომ ჩვენ ნამდვილად გვაქვს ინტერესი სალაჰის მიმართო და ეგ საუბრები დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო გაძლიერდება, იმიტომ რომ სალაჰის წერილიც და შემდგომი ქცევებიც ძალიან ჰგავს აი ცალიფეხით წასული ადამიანის ქცევებს რა და არ გამოვრიცხოთ რომ ამ უიკენდზე სალაჰს ბოლოჯერ ვნახავთ ენფილდზე ან ლივერპულის მაისურით, იმიტომ რომ მე აფრიკის თაზზე მიდის. ნუ ამ სალაჰი ხო ლეგენდაა ლივერპულის და რაღაც ასე წასვლას არ იმსახურებდა ამაზე არცა საუბარი უბრალოდ ფეხბურთელი როდესაც იძახის რომ მე არ მაქვს და სამტკიცებელი ძირითად შემადგენლობაში უნდა ვიყო თუ არა მე ვისაც მეკუთვნის საუდის არაბეთში მაგის ადგილი რა ლივერპულში არა და იქ არ ექნება და სამტკიცებელი და იქნება სულ ძირითადში. ალბათ ლივერპულისთვის ახლა ერთ-ერთი მთავარი თემა რაც სალაჰის ირგვლივ იქნება თუ კარგ ფასად გაყიდოს. ხო, აი ეგ პიარ კატასტროფა უნდა ჩაახშონა ხა რაღაცნაირად რომ ფასი ნორმალური კონდეს რა გასაყიდად. ამისთვის ბრაიტონთან ერთ ორ გოლს, ისე ბრაიტონთანაც არ ათამაშებს პრინციპში. ამ ლოგიკას თუ მივყვებით, არ არის გამორიცხული 90 წუთი გაბენჩილი სალაჰი. სახელმწიფო იმას გამოითავისუფლებს ლივერპული, ეგეც მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება მაგათთვის. კი ბატონო. ქართველებზე რო ვთქვათ ერთი-ორი სიტყვით გადავიდეთ სხვა თამაშებზე, ხო მე მგონი. გიორგი ქოჩორაშვილი და გიორგი მამარდაშვილი სამწუხაროდ საადარიგოს სკამზე იყვნენ, ნუ მამარდას არ გვეკვირს. ბოდიში Sky Sports-მა დაწერა რომ მილანი ყიდულობს ალისონსო და ალისონსო? ხო, მაიკ მენიოს მთავრდება კონტრაქტი ზაფხულში მიდის და ალისონს განიხილავენ შემცველად და ალისონის გადმოყვანასთან ახლოს არიან. და ალისონი წამოვა მილანში? ნუ არ ვიცი. ალისონსაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უტრიალებდნენ ეს არაბული გუნდები და არ ვიცი. ხო, ეგ ზაფხულში გაირკვევა უფრო, მაგრამ მილანის ფინანსური შესაძლებლობებიც თუ გაკაჩავს ალისონს, არ ვიცი. იმიტომ რომ მაინც მეკარებში მაინც ამდენ თანხას არ იხდიან, ასაკშიც არის შედარებით, ანუ შეიძლება იმდენი ფული კონდეთ რომ ალისონი იყიდო. თან მაიკ მენი თუნდაც მენი უფასოდ მიდის. მენი უფასოდ მიდის, ხო. არა და მე ვკითხულობდი რამდენიმე დღის წინ რომ თითქოს პოზიტიური სვლებიაო კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მენიოს კაპიტანია თან მაგარ ფორმაშია მენიო. მე ტოპ 3 მეკარე შედის ამ სეზონში ულაპარაკ. პენალტებს აიმებს იგერიებს თან რა მაგარი თამაში მოიგო ეხა. იმაზე ორშაბათს მილანმა თუ ტორინოსთან კი უყო მაგას უყო. კამბეკით რაბიოს სასწაული გოლი. ოკეი, კიდე სამშაბათს იყო რეზი ატალანტა ჩელსი. მაგთამაში არ მიყურებია და ეს უბრალოდ იმას რომ ჩახედავ, ხო იცი, აი სტატისტიკურ მაჩვენებლებს და პროტოკოლს თამაშის და რაღაც და იქვე გადავწყვიტე რომ მადლობა მარესკას რომ საათ ნახევარი ცხოვრების დამიზოგა. როცა მოედნიდან გაიყვანა პედრო ნეტო და ენცო ფერნანდესი, საყრდენ ზონაში ყავდა ორი მარჯვენა მცველი. და ჩემი გიტენსი 90 წუთის სიგანეს ინარჩუნებდა ფლანგზე, აღარ არის საჭირო მაგ თამაშის ყურება ჩემი. ჩელსიც მაგმიმართულებაში იყო, რომ აი ფრეზე მე მგონი ხელშემოართმევდა პალადინოს და აი პალადინო არ ფიქრობდა ეგრე და ატალანტა სხვადასხვა იტალიურ გუნდებს შორის მეორეა, ვინც 8 გუნდშია, ანუ ატალანტა უდიდესი ალბათობით გავა პირველ 8 გუნდში და რაფაელე პალადინო ყოჩახ. ანუ იურიც კარგი შედეგები ჰქონდა ჩემპიონთა ლიგაზე და კი. შეიძლება ნაადრევი იყო მისი გაშვება. ეგ არ ვიცი, იტალიაში გაცილებით სულად გამოიყურება. მაგრამ მე ვფიქრობ პალადინო უკეთესი მწვრთნელია ვიდრე იურიჩი. იურიჩი არის ძალიან მძიმე ფეხბურთის მოყვარული, მაგრამ მის ტორინოსთან თამაშები ეზიზღება, მე მგონი ყველა იტალიურ გუნდს ეზიზღებოდა უпростоრად, იმიტომ რომ იურიჩი ყოველთვის კლავს თამაშს, ყოველთვის თამაშობს მისი გუნდი დაბალ ტემპში და ატალანტას, რომელსაც არც ლუკმანი გაუყიდია, არც დეკეტელარი არ გაუყიდია, არ არის ატალანტა ისეთი სტილის გუნდი, რომ ითამაშოს დაბალ ტემპში. ჩელსისაც სხვათა შორის, როდესაც ამან ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები მოხსნა, რავი ენცო ფერნანდესი ხმოვიდნენ არ გადის იდეაში. როცა ესენი გაიყვანა, მე ატალანტა წავიდა მოგებაზე და სხვა შორის ძალიან კაი გოლები გაიტანა ატალანტამ თუ ნახე. კი, არა, დეკეტელარი ძალიან მაგარი იყო იმ ეპიზოდში და დეკეტელარეს კარიერა. არა, იურიჩი მე მიყვარს, იმიტომ რომ ძალიან სტილური გუნდი იყო მისი ტორინო იმ კუთხით, რომ რაღაც თავისი სათამაშო სტილი ჰქონდა, ყველასგან ამოვარდნილი და პლუს როკ მუსიკის ძალიან დიდი ფანია იურიჩი კონცერტებზე. მაგრამ უბერავდა ხოლმე და ეგეც ჩემთვის ეგ მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. მაგრამ სხვა მხრივ ახლა ნუ იურიჩი არის გასპერინის გაუარესებული ვერსია და მაქს კოლის მიმდევარი პერსონალური პრესინგი და ასე შემდეგ და ზედიზედ ცუდად მიეწყო კარიერაში, რამდენიმე ცუდი პროექტი გამოუვიდა,
როცა შეეძლო რაღაც ნორმალური პროექტები რო აიღო, უფრო წასულიყო წინ, მაგრამ ეხლა უფრო წავიდა უკან. მე ვფიქრობ, რომ ატალანტამ როდესაც, ანუ გასპენი როდესაც წავიდა გუნდიდან, ატალანტას ხელმძღვანელმა იფიქრა, რომ ჩვენ ეხლა დაგვაცლიან ამ ლიდერებს და სხვა შორის ახლოსაც იყო ეგრო ლუკმანი კი რაღაც ინტერში გადავიდა, უნდა შევიცვალოთ სათამაშო პროფილი, აღმოჩნდა ისე, რომ ყველა ლიდერი ლამის შენარჩუნდა გუნდში და მერე უკვე იურიც აღარ ერგებოდა ეგ გუნდიდან. ნუ პრინციპში ვნახოთ, პალადინო საინტერესო ახალგაზრდა მწვრთნელია, პრინციპში ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელია, პალადინო იუეში დანიშნასთანაც ახლოს იყო, ეხლა ატალანტა ყავს, ჩელსისთან მოგება შემთხვევითი შეუძლებელია რომ იყოს. ეგ საინტერესოა, მოკლედ ატალანტა სანამდე გავა ჩემპიონთა ლიგას. ბარსელონა ალბათ, ხო? ბარსელონა არ მინახავს, არც თამაში არ მინახავს, ნახოთ უბრალოდ პირველი ტაიმის მერე ძალიან დიდი ის იყო გაბრაზება Twitter-ზე ბარსას ფანების მხრიდან და აბსოლუტურად გასაგებია, იმიტომ რომ აინტრახტს ყველა 6 გოლს უტანს ლამის და ესენი აგებდნენ პირველ ტაიმში, მაგრამ მე კონდე ორჯერ შევარდა საჯარიმოში და სხვათა შორის კაი გოლი შეაგდო პირველი კი არა მეორე მე მგონი. ანუ თავით გაიტანა ორივე. პასი იყო ძალიან მაგარი, რაშფორდის პასი იყო ძალიან მაგარი და ანუ მეორე გოლზე ისე მოიჭრა ეს, ანუ თავით ისე მოჭრა ეს ბურთი რომ მაგარი გოლი გამოვიდა. მე ძალიან გამიკვირდებოდა ბარსელონას რომ ხა აინტრახტისთვის ვერ მოიგო სახლში, იქნებოდა ძალიან დიდი სენსაცია, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე აინტრახტთან გამოვარდნენ ევროპა ლიგაზე, მაგრამ ის სხვა აინტრახტი იყო გლასნერის აინტრახტი და ევროპა ლიგაც მოიგო მაშინ იმ სეზონში. თან იმის გათვალისწინებით, რომ აქ 30000 აინტრახტის გულშემატკივარი არ იყო უკვე კამპიონატზე. ეს პრობლემა მოაგვარეს რა. შესაბამისად, ბარსელონა მოიგო და უბრალოდ ბარსელონას პოზიცია ცხრილში მთლად საამაყოდ არ გამოიყურება მე-15 მაგრამ მარტივი თამაშები დარჩა. უბრალოდ მარტივი თამაშები დარჩათ, ხო, სლავია პრაღა შემდეგ ტურში. შესაბამისად, მან ნაკლებს კოპენჰაგენი დარჩათ კიდე სახლში. კუნდემ ითხოვა ამ თამაშის წინ, რომ ცენტრში მე დავდგებიო, ასე ვთქვათ, და ეტყობა ეს განპირობებული იყო იმით, რომ საჯარიმოში უფრო ხშირად აღმოჩენილიყო და ამან დუბლი მოიტანა. სხვა შორის პირველი გოლი შეაგდო კუნდემ ჩემპიონთა ლიგაზე ვარსას მაისურით. პირველი ორი გოლი. არა, მე ბარსაში ხდა არის ცენტრალური მცველების წყვილი, ჟერარ მარტინის, რომელსაც მარცხენა ცენტრალურ მცველად ცდიან და პაუ კუბარსი მეთვლი რომ ეგ ნორმალური ექსპერიმენტია და კარგად მიდის. ძალიან მნიშვნელოვანია მოკლედ ფლიკისთვის ბილდაპში რომ მარცხენა ფეხით მოთამაშე მცველი ყავდეს. ეს სულ სხვა რაკურსებს და კუთხეებს აძლევს ხოლმე პასებს. კუნდე კარგი იქნებოდა ცენტრალურ მცველად, აი სევილიას კუნდე იყო კარგი ვარიანტი. ცენტრალურ მცველად, მაგრამ ახლა კუნდე ძალიან გადავიდა უკვე მარჯვენა ფლანგზე, პლუს ძალიან დიდი როლი აქვს იამალთან ერთად კომბინირებს იქ ფლანგზე მუდმივად. ამიტომ ახლა ამ ყველაფერს არევა და კუნდეს გადმოწევა ცენტრალურ მცველად ამას აზრი არ აქვს. მე მესმის საიდან მოდის ეგ საფრთხე რომ მარტინი და კუბარსი არიან ფიზიკურად სუსტი ორივე მცველი და შეიძლება ვიღაცა ხა მურიკი მან ვიღაცა ეგეთმა ფორვარდმა ლალიგაში მოკლედ ფიზიკურად ძლიერმა ფორვარდებმა შეიძლება დაჩაგრონ. ეგ არ არის, ეგ ცხადია ფაქტია, მაგრამ ნუ ბარსელონა ზოგადად არ იცავს საჯარიმოში თავს, სადაც იცავს რაღაცა ცენტრში და იქ სხვა მოთხოვნები აქვს. ნუ მარტინი ცენტრალურ მცველისთვის საკმაოდ სწრაფია. ანუ შეუძლია ეგ როლი შეასრულოს. ფლანგის მცველისთვის არის არასაკმარისად სწრაფი თორე. ამიტომ მე მგონი ამ ექსპერიმენტს აქვს გაგრძელების უფლება და ნუ კონდა უნდა დარჩეს რა სადაც არის. კი ბატონო, ატლეტიკო მადრიდმა მოიგო კიდე საკმაოდ მძიმე მატჩი. დეტალებში ამ თამაშს არ შევიდე, უბრალოდ პესომ გაიჩალიჩა. აი ეგ უნდა ვთქვა ზუსტად, ეგ არის ახალი ის არის ტაქტიკა ფეხბურთში. თუ აკვირდებით, პესომ დაიწყო ამის გამოცდა, მე კომოაკეთებს უკვე ხშირად. მოკლედ პერსონალური პრესინგი გაბატონდა ფეხბურთში და რაც არ უნდა ბევრი ფეხბურთელი ჩამოიყვანო აქეთ, მაინც ყოველს პერსონალურად მისდევენ. და შესაბამისად ნუ გიჭირს ბურთის გადატანა. ამიტომ ხა რასაკეთებს ყველა PS-ს თამაშებში და კომოს თამაშებში შეამჩნიე ნაპოლისთან მაგალითად. ყველას უშვებენ მოცნებადაგის ნახევარზე. აი სადღაც აქ ესე გამოიყურება და აქ რჩება მარტო 3 კაცი მეკარის ჩათვლით. და ზუსტად ესე გაუშვეს გოლი, მაგრამ მანამდე ძალიან საინტერესო ათამაშებდნენ. ნუ იდეა რა შემდგომარეობს. ნუ მეკარი ხო თავისუფალი მოთამაშეა, მეკარის ვერ აპრესინგებენ. მაგრამ ერთია როცა რიცხობრივი უპირატესობა გაქვს 8-7-ზე, 7-6-ზე და მეორე როცა გაქვს 3-2-ზე. ეს გაცილებით დიდი უპირატესობა, იმიტომ რომ მარტივად პოულობ თავისუფალ მოთამაშეს. და შესაბამისად ესე აკეთებენ ხოლმე რომ უფრო მარტივად გაიარონ პერსონალური პრესინგი, ნუ ესენი როცა აქეთ მიდიან, მიყვებიან შესაბამისად თავისი მეტოქეები. ნუ პერსონალური პრესინგის წინააღმდეგ რაღაც იდეების დამუშავება ხდება და ნუ ეს ერთ-ერთი რაღაც იდეა, რომელიც PSV-ს თამაშებში ჩანს და კომოს თამაშებში. რაღაც სადღაც 10 გათამაშება ქონდათ აი ატლეტიკოსთან დაახლოებით რომ უყურებდი ხოლმე რაღაც კადრები რომ მოდიოდა და შემდეგ იყო ერთი როცა შეცდომა დაუშვეს. ნუ გასაგები აქ რო შეცდომას უშვებით განწირული ხარ, მაგრამ აი კომომ გააკეთა ინტერთანაც და მაშინ ინტერმა 3 კაცი აქ დააყენა. მეკარესაც აპრესინგებდნენ პირველივე წუთიდან.
და სამაგეროდ გაწირეს თქვათ ერთი კაცი აქ, ხო, რიცხობრივი უმცირესობა ჰქონდათ, მაგრამ თუ აქ მოიპოვებს, მაშინ შემდეგი გუნდი დიდი უპირატესობით უტევს. ამიტომ ესეც რაღაც ახალი ნოვაცია პერსონალური პრესინგის წინააღმდეგ და ვიცი თუ დააკვირდებით სავარაუდოდ შეიძლება ბევრმა გუნდმა გამოსცადოს. ხო, ეხლა ეინთჰოვენში მოგება მარტივი არც ერთი გუნდისთვის არ არის, თუმცა მადრიდის ატლეტიკომ მოიგო, ეგ არის უბრალოდ მეკარეს ჰქონდა ცუდი თამაში და აი ეს რაღაცა მინუსები, რაც დაიჭირა დიეგო სიმეონემ, მაგის ხარჯზე მოახერხა ატლეტიკომ ის რომ წამოიღო, თორე PSV ნახეთ წინა ტურებში ნაპოლის გადაუარა და ენფილდზე მოიგო, ხო? კიდევ ერთი პრინციპში 4-მა გიორგი მითამაშა ქართველებს რო შევეხოთ რამდენიმე სიტყვით. ზარია იყო ძირითადში ალმატის რიგებში და სხვა შორის ეს პირველ ძირითად შემადგენლობიდან თამაში იყო ჩემპიონთა ლიგაზე და გიორგი მიქაუტაძემაც ითამაშა და ნუ პირველ ტაიმი ითამაშა მხოლოდ წააგო ვილიარეალმა და ვილიარეალი ლა ლიგაში და ვილიარეალი ჩემპიონთა ლიგაზე არის ცადა დედამიწა. თეორიულად ლა ლიგაში ვილიარეალი არის, ხო, ანუ რეალს უსწრებს და განსხვავება არის ის, რომ იქ ყველაფერს იგებენ და მათი თამაშის ყურება, ანუ არ არის რაღაცა ის მძიმე ესპანური გუნდი, რასაც ლა ლიგაში პრინციპში მიჩვეულები ვართ. არის საკმაოდ ლაღი გუნდი, ბევრი გოლი გადის და ლიგაზე ხდება ის, რომ ბევრი გოლი გადის, მაგრამ ვილიარეალის გაში. და მოკლედ ერთადერთი ქულა აქვს ჩემპიონთა ლიგაზე ვილიარეალს. აბა თუ გამოიცნობ ვის წინააღმდეგ აქ ქულა? ვილიარეალს. ახლა გავიხსენე. იუვენტუსის, რა თქმა უნდა. 2-2 ხომ. 2-2 ჩვენმა ყოფილმა ფეხბურთელმა რა გაგვიტანა გაბრიელ ვეიგამ. და ხო, განწირულია ოფიციალურად გავარდნილია და ამ სიტუაციაში ვილიარეალი არის პრინციპში ბოლოს წინა ადგილზე, 35 ადგილზეა ვილიარეალი და მხოლოდ 2 გოლით მეტი რო აქვს ალმატის კაირაც გაშვებული, იმიტოა 35-ზე, თორე 36-ზეც შვენივრად იქნებოდა. ოკეი, შუაში პრინციპში გაცემის შუაში კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ ლაიქ ღილაკს დააჭიროთ, გამოწერის ღილაკს დააჭიროთ აუცილებლად და დაგვეხმაროთ იმაში, რომ მალე ავიდეთ 5000 გამომწერზე და გავიზარდოთ როგორც არხი პირველ რიგში და მეტმა ადამიანმა ნახოს ჩვენი ვიდეოები და რაც შეეხება ოთხშაბათს სხვა შორის უფრო მეტი საინტერესო თამაში დაალაგდა თითქოს. მე ერთი ვნახე მარტო და მაგაზე ვაპირებს. რეალისტით დავიწყოთ ალბათ ყველაზე სწორი იქნება, იმიტომ რომ მანდ ყველაზე მეტი გვაქვს სასაუბრო. კი, ანუ რეალმა ითამაშა, მოდი ეკრიბ. დაიწყო თამაში, როგორც კარლო ანჩელოტი თამაშობდა ხოლმე სიტის წინააღმდეგ. აი ბურთს რო თმობდნენ, ეს 4-4-2 ბლოკი, ბელინგემი და ვალვერდე, ბელინგემი და როდრიგო ფლანგებზე იდგნენ ხოლმე დაცვაში, ვინისიუს ფლანგზე არ თამაშობდა ცენტრალურ თავდამსხმელიდან ერთ-ერთი იყო ხოლმე და აი კონტრჩეტევებზე აწყობდნენ თელ თამაშს. სიტის სხვა ახალი ტაქტიკა აქვს, როცა ვინგერები შემოდიან ცენტრში, სკრინები იქნება და ნახავთ ყველაფერს, ანუ და ცენტრის გადატვირთვას ახდენენ. არ მუშაობდა ეგ რეალთან, იმიტომ რომ ნუ იდეაში ეს მუშაობს იმ გუნდებთან, რომლებიც აპრესინგებენ, აი ლივერპულთან იდეალურად იმუშავა, ბორნმუთთან იდეალურად იმუშავა. რეალთან არ იმუშავა, იმიტომ რომ რეალი არ თამაშობდა პრესინგს, მთლიანად დათმო ბურთი, სამაგეროდ კონტრჩეტევებზე გარბოდა ეფექტურად და ნუ გოლიც გაიტანეს და თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა რა, ანუ ამ კუთხით თუ შევხედავთ აღმოსასთვის, მაგრამ ნუ 2 გოლი გაუშვეს შემდეგ, ნუ სიტის ძალიან ეფექტური აქვს მარცხენა ფლანგზე, სადაც დოკუ ორაილი ემოდებიან ცვლიან ხოლმე პოზიციებს და ორივე დოკუ ერთ-ერთზე, არ ვიცი. შეიძლება მსოფლიოში საუკეთესო ახლა. ანუ ერთ ტიპს უეჭველი მოატყუებს. ხო, შანსი, ვინც არ უნდა იყოს, რომელიც ნებისმიერ წელს გაიქცევა და ბურთს რომ მიიღებს, ერთს უეჭველი ატყუებს და მერე ან შეიძლება მიაყოლოს ან რაღაცა კარგი გაგრძელება. ორაილიც ძალიან ჭკვიანად იხსნება ხოლმე გამომუშავებელ პენალტის ეპიზოდი ნახეთ, როცა დოკუზე გადმოვიდა ორივე ვალვერდეც და როდრიგოც და აი შუაში გაიხსნა რომ იქ პასი მიიღო და შემდეგ უკვე პენალტიც იყო. მოკლედ და ნუ 2 გოლი და შეიძლება მესამეც გაეშვა ტაიმის ბოლოს კურტუამ გადაარჩინა. და ამის მერე უკვე რეალი იყო აი უკვე პოზიციურად უნდა შეეტია აი ეს დადგა უკვე ეს ალონსოს სტრუქტურა 3-2-5 ჩუამენი რო ჩადის ცენტრალურ მცველად და კლასიკური სტრუქტურა რაც პოზიციური შეტევის, მაგრამ ნუ რეალმა რეალურად მომენტები შექმნა, კარგად გამოვიდეს რეალმა რეალურად. დაიწყო, როცა ჩაწოდებებზე გადავიდა თამაშის ბოლოს და უკვე შემტევები მაქსიმალურად გამოიყვანეს და იქ იყო მომენტები ვინისიუს ჰქონდა, ენდრიკს ჰქონდა. წელს გაარტყა და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ მე ვფიქრობ რეალი ნუ თუ ავიღებთ პირველ ნახევარ-საათს და ბოლო 20 წუთს, ნუ პრეს მაინც იმსახურებდა. ანუ აქ ხო ისე იყო საუბარი, რომ ეს არის ალონსოსთვის ბოლო თამაში, ამას თუ წააგებს გავარდება, იქ იყო მე რაღაც ინსაიდები, რომ აი ალონსოს გაწირვა უნდათ ახლა ფეხბურთელებს და შეგნებულად წააგებენ და რაღაც ეგეთი არაფერი გვინახავს, ან ფეხბურთელებმა იბრძოლეს, მაგრამ რაღაც ფაქტორების გამო არ გამოუვიდათ მოკლედ. თან რეალი საშინელება ჭირს ტრამვების მიხედვით, ტრამვების გამო, ნუ ასენსიო რუდიგერის წყვილი
ცუდია. ნუ რუდიგერი ჰოლანდმა დაჩაგრა ხო გულში პირველად დაჩაგრა ასენსიო რავი ბევრჯერ მithქვამს რომ ასენსიო ძალიან ცუდი წვერია რა კუთხური რო აღნიშნა დიდი ზარზები და იმ კუთხურიდან გოლი რო გაუშვეს მე რეზი ძალიან დიდი ხნის შემდეგ პირველად ვნახე თან სანტიაგო ბერნაბეუზე რაღაცა დაკომპლექსებული რეალი რა თითქოს სიტის ყველა შეტევის ეშინოდა რეალის ყველა დამცველს და შესაბამისად ძალიან რთულია მადრიდის რეალმა ითამაშოს ესეთ სტილში რა თამაშს რო უყურებდი მე ვფიქრობდი რომ თითქოს ეს მართლა ბოლო თამაშია ალონსოსი, მაგრამ თამაშის შემდეგ კომენტარებმა, ფეხბურთელების კომენტარებმა აბსოლუტურად სხვა მოცემულა მოგცეს რა. როდრიგოს მშრალი სერიის შეწყვეტა უნდა ვახსენოთ უეჭველი და მანჩესტერ სიტისთვის მე მგონი მსოფლიოში ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი არის როდრიგო. 18 თამაშის შემდეგ პირველად გაიტანა და ისევ მანჩესტერ სიტის კარში გაიტანა და აი ეს პირველი 20 წუთი და ბოლო 20 წუთი შუაში რაც იყო რეალურად, როცა სიტიმ აშკარად აჯობა. რეალს ეგ იყო რომ აი თითქოს ფეხები უკან კალებდათ ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა და თუ ვინმესგან უნდა გაგვიკვირდეს რომ ფეხები უკან კალდება მით უმეტეს სანტიაგო ბერნაბეუზე ეს არის რა თქმა უნდა მადრიდის რეალი ვერ ვიტყვი იმას რომ გასახდელი აქვს გაქცეული ალონსოს ხო არა ეგ იწერება ანუ ეგ მესმის რომ ტვიტერზე და სადაც ქვეყნება ხოლმე ეგეთი პოსტები ეს ერთად კლიკების მოსაგროვებლად და ბევრი სიგიჟე იწერება გულშემატკივრების გასახარებლად ვინც ახლა გაბრაზებული რო არო აი ახლა გააგდებენ მალე და ასე შემდეგ ეგრე არა ეს გასახდელი და აი კარგად მე რეიპოვა ახლა ხუცებ გუშინ მანამ დაკარგული რომ იყო მაგრამ ნუ რა თამაშიდან ორი მოიგეს ბოლო რა თამაშიდან ორი და ანუ ამ კრიზისს ბევრი რაღაც ისეთი ბევრი განზომილება აქვს ნუ ტრამვების უგულებელყოფა უბრალოდ არ შეიძლება იმიტომ რომ საშინელი სიტუაცია ახლა ალავესთან საერთოდ მე მგონი 11 კაცს კრავენ და მორჩა ხო თან იმის გათვალისწინებით რომ გააგდეს ნახევარი გუნდია კიდე ხო ანუ კარერასიც არ იქნება და ფრან გარსია არ იქნება, კარერასი არ იქნება, ნუ მილიტაო ვიცით, ჰუისენი ვიცით, სიგიჟე ხდება, ტრენტი ვიცით, კარვახალი ვიცით. კამავინგა იქნება თუ არა ის არიციან, მბაპეც არიციან იქნება თუ არა და ასე შემდეგ. ან ცენტრში სავარაუდოდ ვარაუდობენ რომ იქნება გიულერი, სებალიოსის წვრილი ან რაღაც ეგეთი. ეს ნახევარდაცვის ცენტრი. ნახევარდაცვის ცენტრი. ნუ და ჩომენი. ცენტრალურ მცველადაც ეგენი რო გეთქვა, არ გამიკვირდებოდა, იმიტომ რომ რავი, ვერავის ვერ აგროვებს. მე დღეს ვკითხულობდი რაღაც სტატიას AS ანუ AS სპორტი როა ესპანური ეგ წერდა რომ მადრიდის რეალი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ძალიან დიდი ხნის შემდეგ პირველად დამოკიდებული არისო მეკარეზე ანუ კურტუაზე და ბაპეზე და ამ შემთხვევაში გამოტოვებული გვაქვსო ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფაზა, ნახევარდაცვა და დაცვა, ხო? მიჩვეული ვიყავით იმას, რომ რეალს ყოველთვის ყავდა ნახევარდაცვაში ან კროსი, ან მოდრიჩი, რომლებსაც შეეძლოთ რომ ეს თამაშის ტემპი ეკონტროლებინათ და ანუ ნებისმიერი მიმართულებით წაიყვანდნენ თამაშს. რა სისწრაფე ჭირდებოდათ, იყო სისწრაფე, ტემპის დაგდება, იყო დაცვაში სერხიო რამოსი იყო, ანუ ლიდერული თვისებით. მერე რამოსი წავიდა კარვახალმა შეცვალა. ეხლა უკვე თუ ბაპე კარგად თამაშობს და გოლები გააქვს რეალს ულხინს, თუ კურტუა მაგარ სეივებს აკეთებს ულხინს, თუ ბაპე მაგალითად საერთოდ არ იყო გუშინ და განაცხადში აშკარად იმიტომ შეიყვანეს რომ სიტი შეაშინეს, თორე არ შემოიყვანეს რეალურად არც ერთ წუთით და ეხა კურტუას ყველაფერს ვერ აიღებს, მით უმეტეს პენალტს და მით უმეტეს იმის მეტრიდან დარტყმას, კიდე როცა ერთი მოიგერი. იმის გათვალისწინებით რომ რეალის კართან იქნება ბევრი მომენტი. აი სელტა ვიგომ ორი გოლი კი შეაგდო, მაგრამ კიდე შეეძლო გატანა. არ სელტასთან საერთოდ კატასტროფული თამაში იყო, იმიტომ რომ ნუ ერთი და იგივე კომბინაციით როცა ხსნიან ნახევარი საათის განმავლობაში როცა გადაქონდათ ბურთი მარჯვნივ, მე ცენტრში ჩამოდიოდა ბორხა იგლესიას და მე აქედან სარაგოსა გაყავდათ გარღვევაზე, აი ეს კეთდებოდა პირველი 25 წუთი მუდმივად და სულ გადიოდა. ანუ ეგ ნიშნავს რომ ძალიან მორღვეული იყო რაღაც ფუნდის ფუნქციონალი იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგრამ ნუ ჩაბი ალონსოს რაც შეეხება ახლა რომ გაეშვათ ჩაბი ალონსო. ეგ იყო ჩემი შემდეგ კითხვა, რას ფიქრობ მაგ საკითხზე? ანუ ჩემი აზრით ეგ იქნება იმის ნიშანი რომ რეალის ხელმძღვანელობა ვერ ხვდება რა პროექტი ჩააბარა ალონსოს. რაში გაყო თავი, ანუ და იქნება რომ აი რაღაც გულშემატკივრებს მიყიდეს იდეა რომ აი ჩვენი ლეგენდა მოვიყვანეთ და აი ახლა ნახეთ რა კარგად იქნება ყველაფერი. რეალი გადადის ერთი რელაციური ფეხბურთიდან გადადის პოზიციურ ფეხბურთზე. აქამდე რეალმა რამდენჯერმე სცადა ეს, როცა ბენიტესი მოიყვანა, მერე ლოპეტეგი როცა მოიყვანა, ისინი იყვნენ აი პოზიციური, აი სისტემური ფეხბურთის მიმდევრები, სხვადასხვა სტილის, მაგრამ მაინც. მაგრამ რეალს ყოველთვის შეეძლო რომ დაბრუნებულიყო შუა სეზონში უკან. თუ ეს არ გაამართლებდა, იმიტომ რომ იყო რაღაც ეს კარკასი ფეხბურთელების, კროსი, მოდრიჩი, ბენზემა, რამოსი, ვიცი, კრისტიანო რონალდოც იყო რაღაც პერიოდი და ასე შემდეგ, რომლებიც მიჩვეული იყვნენ იმ სტილში თამაში და შეეძლოთ იმ სტილში გაეგრძელებინათ ჩვეულებრივ თამაში. ახლა იმ თაობიდან დარჩა მარტო კარვახალი, რომელიც აღარ თამაშობს უკვე.
შესაბამისად ის რომ ახლა ჩავი ალონსოს გაუშვებთ და ისე უკან დაუბრუნდებით და ისე გაგრძელდება ყველაფერი, ეგ უკვე ვეღარ მოხდება. ამიტომ ახლა ჩავი ალონსოს გაშვება იქნებოდა გაცილებით დიდი რისკი. იმ კუთხით არ შეიძლება რეალს გაერტყა და ვიღაც ისეთი მოიყვანა, რომ უკეთეს შედეგები წამოსულიყო. აი ვინ შეიძლება იყოს ეგ? ზიდანზე იწერება, მაგრამ ზიდანზე ის იწერება, რომ საფრანგეთის ნაკრები შეთანხმებული აქვსო და კლოპზე დაიწერა კიდე. კლოპი არ მიაჩნია სერიოზულ კანდიდატად ერთი მხრივ, იმიტომ რომ ეგ არის რაღაცა ულტრა პრესინგი და კიდე უფრო ასე ვთქვათ მოჭერა იმის რა ქვია პრინციპების რაც ჩავი ალონსოს აქვს და თუ ეს არ მუშაობს ის რატო იმუშავებდა. პლუს კლოპი არ არის ესეთი ტიპაჟი, რომელიც რაღაც რეალში უნდა წავიდეს. კლოპი აი დორტმუნდი, ლივერპული კრიზისული გუნდების თავისი ხასიათიდან რაღაც მენტალიტეტიდან, იდეოლოგიიდან გამომდინარე, ხა კლოპი ასე მემარცხენე შეხედულებების ტიპაჟია, რომელსაც ეგეთი არის. მუშათა კლასის გუნდები მოსწონს და ასე შემდეგ. ამას აქვს და ჩემი აზრით ძალიან დიდი მნიშვნელობა. ანუ ხო არ ვიცი ვინ იყო, შეიძლება ვიღაც მოიყვანათ ისეთი, გაერტყათ და კარგი შედეგები ქონოდა, მაგრამ გაცილებით მეტი, ანუ იყო ალბათობა იმის, რომ ეს იქნებოდა რაღაც კრიზისის გაგრძელება, რაღაც, იმიტომ რომ იმ წვრთნელსაც იგივეს გაკეთება მოუწოდა, რასაც ჩავი ალონსო აკეთებდა და მაშინ რეალურად შეგუებოდა იმ ფაქტს, რომ რაღაც პერიოდის გატარება მოუწევს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რეალი რაღაც სიმაღლიდან ვერ ჩამოვარდება, ხა 4-იდან ვერ ამოვარდება ლა ლიგის, მაგრამ არ იქნებოდა საშიში გუნდი რა, რომელთან დაპირისპირებაც ახლა რაღაც შიშს იწევდა მოწინააღმდეგეებში. იქნებოდა აი ესე ჩაოლებრივი გრანდი, რომელთაც შეგიძლია მოუგო ჩაოლებრივად. ამიტომ არ ვიცი, უნდა გააგრძელოს ახლა ჩავი ალონსო მინიმუმ სეზონი მაინც უნდა დაამთავრებინონ, იცი არასერიოზული იქნება, მაგრამ ეს აბსოლუტურად ვიზიარებ იმას, რომ ეს არის რაღაც ტოქსიკური ფანბაზა ერთი მხრივ, რთული ხელმძღვანელობა, შედეგების მოთხოვნა, ახლა კიდე წამოვიდა რომ თითქოს უკვე რაღაც სუპერთას დაელოდებიან, რომელიც იანვრის დასაწყისში იქნება, მე დაიწერა რომ არა სუპერთასამდე ვინ მოიცდის და აი სევილიასთან თამაში, ალავეს და სევილია იქნება გადამწყვეტი, რომ იქაც თუ ვერ მოიგეს, უკვე ნამდვილად გაუშვებენ, აი ძალიან რთულია მწვრთნელისთვის ასეთ ვითარებაში უკვე მუშაობა, რომ რაღაც ეს არ ნიშნავს საერთოდ იმას, რომ ჩავი ალონსო შეცდომა არ დაუშვია ხა და კონკრეტულ იმაზე არ უნდა მოედავრო, რაღაც იქ შეცდომა სწორად არ გააკეთა და სელტასთან რაღაც არასწორად დააყენა შემადგენლობა და რაღაც ხარვეზები ქონდა, ეგ სხვა რამეა, რაღაც გლობალურ სურათში თუ შევხედავთ ამას, ჩავი ალონსოს ახლა გაშვება იქნებოდა კრიზისის, ანუ იმ ჩემთვის იქნებოდა იმის მაჩვენებელი, რომ რეალის ხელმძღვანელობა ვერ ხდება რას აკეთებს ახლა. მე დარწმუნებული ვარ, ბევრი მადრიდის რეალის გულშემატკივარი უყურებს ჩვენს ვიდეოებს ზოგადად და საერთოდ მადრიდის რეალი ხო ისეთი თემაა, რომ ყველას აინტერესებს, ბარსელონას გულშემატკივარსაც აინტერესებს, ინტერის გულშემატკივარსაც და ყველას. შესაბამისად, მოგიწოდებთ, რომ თქვენი აზრი გაგვიზიაროთ კომენტარებში, იმიტომ რომ ბევრი ფიქრობს, რომ რეალურად დროა უნდა წავიდეს ალონსო, ბევრი ფიქრობს, რომ არა უნდა დარჩეს. მოკლედ, დაგვიწერეთ თქვენი კომენტარები და მართლა უდესიამოვნებით მოვისმენთ თქვენს აზრებს ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ კი ნელ-ნელა წავიწიოთ შემდეგი მატჩისკენ რეზი. შემდეგი თამაში იყო ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის თამაში. ვერ მოიგო PSG-მ, სხვა შორის სან-მამესზე გასვლა ბილბაოში არავისთვის არ არის მარტივი, ბუნებრივია. უბრალოდ არც ისე კარგი ბილბაოა, მაგრამ მე რა საკითხს მინდა იცი შევე ხო? რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს იმ კონკრეტულ მომენტზე, როდესაც ბარკოლამ ალბათ ეგოიზმის პიკი თუ ითქმის იმ მომენტზე ეგ იყო მართლა გოლი არ გაატანინა PSG-ს და ანუ იმ შემთხვევაში ხვიჩა იყო, თორე არ ვამბობ იმიტომ რომ ქართველი იყო. ნებისმიერ ფეხბურთელი ყოფილიყო იგივეს ვიტყვი. ეგ იყო მომენტი რეალურად, როცა აი ბარკოლა უნდა გალახო რა. აი უნდა შეხვიდე გასახდელში და უნდა გალახო, იმიტომ რომ ეგ გოლი, რომელიც წაგვართვა რეალურად, ზოგადად ფეხბურთისთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი გოლი, იმიტომ რომ იყო ულამაზესი კომბინაცია და ამ ასეთ დროს, როდესაც ასისტით ამთავრებ და თან შენ თანაგუნდელს ცარელკარში გააგოლი, კიდევ უფრო იზრდება ფასი იმისა, ანუ როგორც იტყვიან ლელო დადესო, ხო იცი, ცარელკარში შევიდაო და მართლა არ ვიცი, თან PSG, ანუ PSG-მ დაიწყო თამაში ისე, რომ როდესაც ძირითადად თოცა ბარკოლა და ხვიჩა არიან მოედანზე, ხვიჩა არის მარჯვნივ, აქ პირიქით დაიწყო. გადმოვიდა აქეთ ხარეს, ანუ იდეაში თავიდან კარგად დაიწყო, მერე ისევ შეცვალა ლუის ენრიკემ და ხვიჩა მარჯვნივ გადმოიყვანა. ბარკოლას ფიზიკური მონაცემები ვიცით, ტექნიკა ვიცით, სუპერ ფეხბურთელია მაგ მხრივ. უბრალოდ აი ამ მომენტში, რა ვიცი, დარწმუნებული ვარ ხვიჩა კვარაცხელია მანდ რო ყოფილიყო 10-დან 10 მომენტში პას გააკეთებდა და ბარკოლამ იგივე არქნა, რეალურად რო შევხედოთ ეგ დაუჯდა ვერ მოგების ფასად რა PSG-ს და პლუს ამას ბევრი მომენტი ვერ გამოიყენა PSG-მ. 2-22 ქონდა XG? მაგის რა მინდოდა ეხლა. ლიგა 1-ში წინა თამაში ქონდა ასევე 2-22. მონდი 5-0 მოიგეს. სხვათა შორის წინა სეზონის PSG, წლევანდელი სეზონის PSG-სგან თუ რამით განსხვავდება, რეზი არის გაცილებით ნაკლები გააქვს. და ნუ ამის მიზეზი ალბათ ერთ-ერთი ისაა რომ დემბელე ხო და ტრავმები და ნუ დემბელე ანუ შაშანი იმდენი შეაგდო. ძალიან იშვიათად თამაშობენ ხოლმე ლიგა 1-ში, აი 11-ეული რო ჩამოთვალო ხა პარი სენ-ჟერმენის როგორი თამაშობდა
ძალიან ბევრი თამაში იყო ლიგაში, სადაც ორი კაცი თუ იყო იქიდან ან რაღაც შეიძლება მარტო შევალი იდგა კარებში. ნუ აქვს. ისიც აღარ დგას უკვე. მაგის შესაძლებლობა აქვს, ხო, გუშინ საფონოვი იდგა კარში. რენთანაც საფონოვი იდგა. ხვიჩას ინდივიდუალურად სულ თამაში არ ქონდა, თან სრული თამაში ითამაშა. ეგ გოლი რო გაეტანა, უეჭველი მატჩის MVP გახდებოდა. თუმცა, ნუ ბარკოლამ ასე გადაწყვიტა, რომ მოდი ხვიჩა კვარაცხელიას არ გავატანინებ გოლს. არც მოვიგოთ ეს თამაში, საკმაოდ დამსახურებულად ბარკოლას ქონდა ყველაზე დაბალი შეფასება. მაგრამ ნუ ბუნებრივია ეს PSG-ისთვის ტრაგედია არ არის, იმიტომ რომ ძალიან კომფორტულად მესამე ადგილზეა, შემდეგი ხვიჩას და კოჩორას თამაში ყოფილა, შემდეგი ლისაბონში თამაშობს და ბოლო ტურში ეთამაშება ნიუკასლს სახში. PSG ნიუკასლი კარგი თამაში იქნება. ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ქონდა, ნუ პირველ ადგილოსთან არსენალზე უეჭველი უნდა ვახსენოთ. 3-0 ერთადერთი გუნდია ყველა ტურნირზე კონფერენს ლიგა და რაღაც სხვა ისიც რომ მივათვალოთ, რომელსაც ყველა მოგება აქვს. და ბრიუგესთან ახლა მოიგებდა. ჩემს არ იყო ეგ. გაბრიელ ჟეზუსი რო დაბრუნდა, ეგ იყო აღსანიშნავი და დაცვის ცენტრი ყავდა ძალიან მაგარი. ინკაპე ნორგორი იდგა როგორც მახსოვს. იცი რისი თქვა მინდოდა რეზი? ირაკლის გრიზლი რო დღეს რო არ ყავს, კიდევ ერთხელ მოვხანოთ გული. მე და შენ ახლა ნაპოლიზე? ხო. ჟოზე მაურინიო, ანტონიო კონტე იყვნენ ერთმანეთის წინააღმდეგ. და სხვა შორის დღეს ვეძებდი სტატისტიკას, head to head რა შედეგები აქვთ. მაგრამ ვერ მივაგე. არ თამაშიათ? არ ვიცი, ნუ არ წესით ექნებათ ერთმანეთს წინააღმდეგ ნათამაში, უბრალოდ ფიზიკურად რიცხვებს ვერ მივაგენი. და ეს იყო შემთხვევა, როცა არც ისე სახარბიელო ფორმაში მყოფმა ბენფიკამ მოუგო ნაპოლის და ნაპოლი რა ვიცი, ცუდ ფორმაში ყოველ შემთხვევაში არ ჩანს. ხო, მაგრამ აქ გრიზლი რო აქ იყოს დაიწყებდა რომ აი კონტე და აი ევრო ტურნირები და ნახეთ რა და საშინელი ან სუპერ არგუმენტი რომელიც აქვს ჩატში რო იყენებს. ხო. და შემდეგ ორ კვირა ნახევარში ნაპოლიმ ჩაატარა 6 თამაში. აქედან მოიგო 5. თან მოიგო ატალანტასთან, რომასთან, იუვენტუსთან. ერთი ჯამთელი ნახევარმცველი ყავს, მაკტომინეი, მეტი არ ყავთ ნახევარმცველი, რაც თქვი მეტი არ ყავთ. არის ახლა ეგეთი პირობებში კიდე მე-6 თამაშიც მოიგე და რატო არ მოიგო მე-6 თამაში ძალიან რთულია მოთხოვა მწვრთნელს მიუხედავად იმისა რომ არ აქვს ანუ თქვით ხო რომ ტოპ 23 ადგილზე ხო ტოპ გუნდებიდან აი წიბზე ზუსტად ნაპოლია თავისი 7 ქულით მაგრამ ანუ ჩემთვის რაღაც ლოგიკურად იხსნება იმ ტრამვებიდან და ჩატარებული თამაშებიდან გამომდინარე რომელიც გუნდმა ჩაატარა მოკლე ხანმოკლე პერიოდში რთული თამაშები ჩაატარა ან ისეთ სერიოზულ გუნდებთან მოუწია მოგებები და ხო ეხა ბენფიკაში წაგება სირცხვილი არც ერთი გუნდისთვის არ არის და არ უნდა გაგიკვირდეს და პლუს ამას ოღონდ ეგ არის რომ ნაპოლის ეს წაგება შეიძლება დაუჯდეს მართლა გარეთ დარჩენის მიღმა იმიტომ რომ ხვდება კოპენჰაგენს სტუმრად და ეხა მანდ უეჭველი სამი ქულაო ვერავინ ვერ იტყვის რთული თამაში იქნება კოპენჰაგენმა აგერ ვილიარეალს მოუგო და თვითონ არ ჭირდება და ბოლო ტური არის ნაპოლი ჩელსი და მე ეჭვი მაქვს რომ ჩელსი იმდენად მიღმა ამ მერვე ადგილს ანუ რაღაცა ზღვარზე რა ეგ სამი ქულა ჩელსისაც არ აწყენს ასე ვთქვათ. ამიტომ ბოლო ტურში მაგრა დაიძაბება და შეიძლება კონტე იმდენად არაევროპული ტურნირების მწვრთნელია რომ გულისხმოში ვფიქრობს რომ მოდი ახლა მე საერთოდ არ გავალ შემდეგ ეტაპზე. სერიას მივხედავ და ამ ნაპოლის გაუმდიდრებს სათასო კაბინეტს და იმდენს გოეტო ექნებათ უკვე რომ რავი 5-ზე ავიდნენ. 2 ქონდათ 5 წლის წინ შეგახსენებს და შესაბამისად არ ვიცი ახლა ნაპოლის გულშემატკივრებს რა ურჩევნიათ არ ვიცი მაგრამ ნუ ისე აი რაღაცების ბოლოსკენ კითხავ რა გრიზლი რო დასცინის და აკრიტიკებს კონტეს. მაგრამ სულროა ამაში მოყვები. ევრო ტურნირებზე რა არის პრობლემა? არა იტალიურ გუნდებთან ყველა ის უნდა განიხილო ალბათ. ნუ მე ერთი ხრივ ყველა სეზონს თავის კონტექსტი ქონდა და ვის შეხვდა და რაღაც და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ ჩემპიონატში როდესაც თამაშობ, იქ ქულების დაკარგვა არ არის იმდენად ტრაგედია, რამდენადაც თქვათ სხვა იმაში, ანუ ანტონიო კონტე შეუძლია თქვათ ჩემპიონატში, სადაც მithumetes იტალიის ჩემპიონატში, სადაც მეტნაკლებად სტილურად ყველა ერთნაირი გუნდია, ხშირად პერსონალურ პრესინგს თამაშობენ და ასე შემდეგ. იქ შეუძლია გუნდი მოარგოს სასტარტო გეგმა ქონდეს უკეთესი, ვიდრე მოწინააღმდეგეს. ნაპოლის ხშირად აქვს ხოლმე სასტარტო გეგმა უკეთესი. და შემდეგ თქვათ გააკონტროლოს თამაში და ასე შემდეგ. ევროპულ დონეზე, სადაც უფრო მაღალი დონის გუნდებთან გიწევს დაპირისპირება, ესე გეგმის იდეალურად შერჩევა ძალიან რთულია და პლუს მე თამაშის დროს ამის გადაწყობა გადალაგება. ალბათ ეგ არის ჩემი აზრით თავარი პრობლემა, რატომაც თქვათ ევრო ტურნირებზე ვერ ახერხებს ესე გამოსვლას, იმიტომ რომ უწევს უფრო ძლიერ გუნდებთან დაპირისპირება, რომლებიც უფრო მრავალფეროვანი სტილით თამაშობენ. იქ არ არის ყველა ერთი სტილის, როგორც მეტნაკლებად არის ხოლმე სერიაში. ნუ ალბათ ეგ არის. პლუს ახლა ყველა სეზონს აქვს თავისი კონტექსტი, ხო, რაღაც მომენტში მოუწია რომ რაღაც ბაიერნმა გამოაგდო, ან რაღაც
ბარსელონამ გამოაგდო მესისთან ერთად ასე შემდეგ ეგეთებიც ხდება ხო? და ან აგერა ცოცხალი აღარ ყავს ერთი ნახევარმცველი და ეგეც მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ ალბათ ის რომ იტალიაში მაინც სპეციფიური სტილია მაინც დამღამებული აქვს, იცის როგორ უნდა ითამაშოს, ამ სტილის გუნდებს როგორ უნდა მოარგოს, პლუს კონტეს ჩემპიონობებში არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ რაღაც ჩემპიონობები აქვს მოგებული, როცა ევროთასები არ ქონდა. და ამ რაღაც ერთკვირიან იმას კარგად ამზადებდა, ხო? ერთკვირიან შუალედს კარგად ამზადებდა ერთი გუნდისთვის ორივე გუნდთან მოსარგებლად. ეგეც არის რა, ეს ფაქტორიც არის, რომ შეიძლება მას ერთკვირიანი ციკლი ჭირდება, რომ დეტალურად შეისწავლოს ეს გუნდი. გრენ პოტერი იყო ეგეთი ტიპაჟი, ბრაიტონს ყველა თამაში იდეალურად ამზადებდა, ჩელსიში გადავიდა და ყოველ მესამე დღეს რო უწევდა თამაში უკვე გაიკარგა, ხო? ოკეი. ერთადერთი პრინციპში რაც უნდა ვთქვათ და ნელ-ნელა წავიდეთ დასასრულისკენ არის მეორე ადგილოსანი ბაიერნი უნდა ვახსენოთ და არ გვიხსენები აქამდე. მოიგო ისევ, ხლა დომინანტურად და გადაუარა სპორტინგსო ვერ ვიტყვით, მაგრამ როდესაც გაუშვა გოლი, 20 წუთი იყო მატჩის დამთავრებამდე დარჩენილი და ეჭვი არ მეპარებოდა იმაში, რომ დაატრიალა და თან ადრენდელი თამაში იყო და შეეძლო ჰქონდა რომ გვეყურებინა. ორ რაღაც ვიტყვი რომ ლენარდ კარლი ძალიან მაგარი ბიჭია, ლენარდ კარლი. ძალიან მაგარი თან. ძალიან მაგარი და ეს ალიანს არენას საშინელი გაზონია უბრალოდ, რა ვიცი. როგორ თამაშობენ მან განსაკუთრებით ამ ზამთრის პერიოდში არ ვიცი. ფონზი დაუბრუნდა და ეგ ძალიან მიხარია და საერთოდ მიყვარს ეგ ფეხბურთელი მაგრა და ალფონსო დევისი და ფაქტობრივად ისე გამოვიდა რომ ბავარიამ კარგი ორი ტრანსფერი გაიკეთა სეზონის მიმდინარეობისას. დევისი ბრუნდება, მუსიალა ბრუნდება. საინტერესოა ალბათ რამდენი ხანი დასჭირდება მუსიალას იმისთვის რომ ფორმა აღიდგინოს, თუმცა სანერვიულო დიდად არ აქვს, იმიტომ რომ კარლი ისეთი ბიჭია, 17 წლის არის და 17 წლისას კი გავს პრინციპში შესახედაობით, მაგრამ როგორ 17 წლის ისე ნამდვილად არ თამაშობს. ტოპ ფეხბურთელია რეალურად. გერმანელია ხო ეგრეს? ჩვენ გაგვიტანა საქართველოს ახალგაზრდულ. მართლა. ახალგაზრდებთან რო იყო თამაში, ერთ-ერთ სანაკრებო პაუზაზე მას გაგვიტანა თბილისში. ისე ველოდებით იმას? ეგ არ ვიცი. გერმანიის ვირცის და მუსიალას პოზიციის დაახლოებით და არ ვიცი რამდენად. ალბათ. ძალიან ახალგაზრდა შეიძლება მაგისთვის, მაგრამ კარგი სეზონი აქვს ძალიან. თბილისში თუ გაგვიტანა 21-ები იყვნენ თბილისში. 21 ესე იგი 17 წლის ბავშვი 21-ებში თამაშობს. ოკეი. ეს იყო დასაწყისში თქვით რომ ბოლო ტური ჩემპიონთა ლიგისა 2025 წელს შეცვლილი ფორმატით გვაქვს ის რომ ჯგუფური ეტაპები წინა წელს მთავრდებოდა და მერე პლეი-ოფები იწყებოდა და ეხლა შეცვლილი არის ის რომ ორი ტურია კიდე სათამაშო იანვარში და 21 იანვარს და 29-30-ია მე მგონი ტურები და ამით პრინციპში ლიგის ფაზა დასრულდება. ჩვენ უნდა ვთქვათ ის აუცილებლად რომ შემდეგ განაცემებს უნდა მოვერგოთ და დასაგეგმი გვაქვს, ამიტომ კონკრეტული თარიღის თქმა გამიჭირდება, როდის დავბრუნდებით. იმიტომ რომ ტოპ თამაშები ბევრი დარჩაო შიდა ჩემპიონატებში მოგატყუებთ, რა ვთქვათ, ამიტომ ეგ უნდა დავგეგმოთ მოკლედ. დაგვალაიქეთ გამოიწერეთ ჩვენი არხი, სხვადასხვა სოციალებში შეგიძლიათ რომ გამოვყვეთ, თუმცა ბუნებრივია YouTube ვიდეოს დალაიქება და ჩვენი არხის გამოწერა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის. სახელოსნო ბარში ვართ და მადლობა კიდევ ერთხელ ადმინისტრაციას იმისთვის, რომ გვაქვს შესაძლებლობა გადაცემების ჩაწერის. რეზეს უნდა უთხრა მადლობა რომ იყო ჩემთან ერთად, მადლობები გავცვალეთ, ჩვენ კი დაგემშვიდობებით და შევხვდებით იმედი გვაქვს რომ ძალიან მალე. გმადლობთ.